ყველანაირი ობიექტური შეფასებით საქართველოს იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს. შესაბამისად და აი მართლა კრიტიკულადაც რომ შევხედავ მე მგონი სხვა ჩვენს ამას ოპოზიციაც ადასტურებს. ყველა ადასტურებს ამას რომ საქართველოს არის ლიდერი ტრიოში და საქართველოს თუ კი ამას შევადარებთ უკრაინას და მოლდოვას რომ რა თქმა უნდა იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს. მოლდოვას ერთ-ერთ წინაპირობად წაყენებული აქვს საჯარო სამსახურის რეფორმა. ეს საქართველოს გააკეთა 5 წლის წინ და დაჭირდა 5 წელი ამ რეფორმას და ეხლა როგორ წარმოგიდგენთ ერთ წელიწადში რა რეფორმა შეგატანა. რომ ხელისუფლებას არ უნდა და თქვა ფარულად არ ვიცი ხა რა სიტუაცია ყველაფერს რომ არ მიიღო სტატუსი და ამ გაგებით ამბობენ რომ იმსახურებს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ახლა ხო არის სახელმწიფო არის ინსტიტუტები და ის არსებობს და ეს ფასდება ხო ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით ისეთი რომ ეს პროცესი ჩავშალოთ კიდევ ერთხელ ყველანაირი გულწრფელი პატიოსანი ობიექტური შეფასებით საქართველოს იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს შესაბამისად თუ კი საქართველოს განმეორებით კიდე დადგა ასეთი გადაწყვეტილების წინაშე რომ მას არ მიენიჭა აქ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რა დგას ასეთი გადაწყვეტილების უკან რა არის მოტივი იმიტომ ერთადერთი არის პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ქონდეს და რატომ მათ შორის ოდესაც არის გამოცხადებული არეულობის ქრონიკა საქართველოში ანუ არ იქნება კანდიდატის სტატუსი და ქვაქვაზე არ დარჩება და ყველაფერს დაამხობს აქ დესტრუქციული ძალები აი ამ გამოცხადებული დესტრუქციის ქრონიკის ფონზე. თუ კი ესეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იმ პირობებში რომ ობიექტურად ნამდვილად იმსახურებს საქართველოს ამ სტატუსს, მათ უნდა პირველი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. რა ვიცით, ხელისუფლებაზე ხო არ აქვს საუბარი, ხელისუფლებები მოდიან. საუბარია საქართველოზე, ქართულ ხალხზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც 30 წლის განმავლობაში საკუთარი დამოუკიდებლობის ბოლო პერიოდისა დაამტკიცა, თუ კი რამე დაამტკიცა ერთი რამ, რომ ჩვენ ვართ ევროპის და დასავლეთის ყველაზე საუკეთესო მოკავშირე ამ რეგიონში, ეს დავამტკიცეთ ჩვენი საქმით დემოკრატიზაციის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიის კუთხით რეგიონში და არ მხოლოდ რეგიონში, ზოგ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან შედარებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით წინ და ეს დაამტკიცა ქართულმა ხალხმა საკუთარი სისხლით, რომელიც ჩვენ ავღანეთში, ერაყში და სხვა ქვეყნებში დავუღარეთ და ეს არის საბოლოო ჯამში შეფასება არა ხელისუფლების დღევანდელის, არამედ ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ გვაინტერესებს დავინახოთ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, როგორ ხედავს ის თავის გეოპოლიტიკურ როლს ამ რეგიონში, როგორ ხედავს ის საქართველოსთან თავის დამოკიდებულებას, როგორ აფასებს ის ქართველი ხალხის 30 წლიან ბრძოლას იმისთვის რომ დაბრუნდეს თავის ოჯახში და სინამდვილეში პასუხი გაეცემა ზუსტად ამას დეკემბერში ევროპა არის თუ არა მზად რომ იკისოს ის პასუხისმგებლობა რომელიც მან დაინახა ახლა რომ უნდა აიღოს როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ და სერიოზულად ჩახედოს ამ საკითხს და მეორე არის თუ არა ევროპა მზად დააფასოს ის 30 წლიანი ბრძოლა ქართველი ხალხისა და ყველა ხელისუფლებისა საერთო ჯამში მეტნაკლებად აი ამ ოჯახში დაბრუნებისთვის.